არ არის ნორმალური მოსვენებული სკოლამდელი ბავშვი არ არის ნორმალური მდგომარეობა. და რა ხდება დღეს, ხო ვიცით ჩვენ რა ხდება? რომ აი ეს ყველაფერი შეცვლილი არის ვირტუალური რეალობით და ეს ბავშვს კი არ ავითარებს პირიქით, აჩლუნგებს, აადუნებს არა მარტო გონებას. აღარ ვითარდება მისი ნებისყოფა არანაირად, აღარ ვითარდება მისი სოციალური უნარიანობა, ანუ ადამიანებთან ურთიერთობის უნარიანობა აღარ ვითარდება და ბავშვი სამი ენობრივი კიდე უმნიშვნელოვანესი მხარე ენობრივი უნარიანობა. ანუ რაც კი ადამიანს აქვს ძვირფასი ნიჭი ღვთისგამბოძებული რა არის ესა? ეს არის მეტყველება, აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა, ხო? ყველაზე ძვირფასი რაც აქვს ნიჭი, აი ეს ყველაფერი ჩლუნგდება, როდესაც ბავშვი მიჯაჭვულია ეკრანზე. და ეს ფსიქოლოგიის მხარეა, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე შედეგებს გვაძლევს, რომ უკვე სამედიცინო დარგში გადავიდა ეგ საკითხი და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე რეკომენდაციები აქვს შემუშავებული, რომ მაგალითად რა, 2 წლამდე საზოგადოდ არავითარი ეკრანი ბავშვისთვის არ შეიძლება, საზოგადოდ არავითარი. და მერე სკოლამდელ ასაკში მაქსიმუმი არის 1 საათი. ამ ეკრანში შედის მარტო ტელეფონი კი არა. ტელევიზორიც მათ შორის, ლეპტოპი, პლანშეტი, ეს კი ყველანაირი ეკრანი. დღე-ღამეში 1 საათი არის მაქსიმუმი. თუ არა და უკვე ბავშვი გონებრივად ჩლუნგდება და მისი განვითარება ყველანაირად ფერხდება.